თუ ეგ დაიწყე თუ მაგის ნიშანი იყო? რამდენია ისეთი ვიცი, აი ტაძარში დადის აღსარებას ამბობს, ეზიარება. ნუ ძირითადად მოძღვარი გყავთ ხო და ესე ცხოვრობთ ეკლესიური ცხოვრების წესით. კარგი, ჩამოვშვით ხე. მამა ვიტალი ღვინიაშვილს ვიცნობ, სხვა მამა ვიტალის არა. დიშვილი? მოკითხვა გადაეცი ბიძას. ძალიან კარგი ახალგაზრდა ენერგიით სავსე მოძღვარია და ძალიან ბევრი სიკეთე უკავშირდება მასთან. ძალიან ძვირფასი ადამიანია. მეტა ბევრი იყოს ეგეთი. და ყველა ეგეთი იყოს. ესე იგი ცხოვრობთ ეკლესიური ცხოვრების წესით, ხო მართალია? თუ ქრისტიანი ხარ? ხო, ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანობა მარტო ის კი არ არის ბავშვობა, აი თეორიულად რაღაცა ვიცოდეთ. შეიძლება ადამიანმა ბევრი რამე იცოდეს. აი ესე უბრალოდ წაკითხვის დონეზე ბევრი რამე იცოდე, მაგრამ ქრისტიანობა არის აი რასაც პრაქტიკულად გააკეთებ. აი სიტყვაზე ვამბობ, შეიძლება ბევრჯერ წაიკითხო როგორ ადიან მთამსვლელები მთაზე, როგორ დაიპყრეს ესა თუ ის მწვერვალი. შეიძლება ფილმიც ბევრი გინახავს ასეთი, მაგრამ ხო ვერ იტყვი რომ მე ვიცი როგორ ავიდე მთაზე. იტყვი? აი დავშვათ ბევრჯერ გინახავს. ხო ვერ იტყვი რომ მე შემიძლია რომ მთაზე ავიდე, რადგან აი ეს შორიდან დანახული გაქვს, ან წაკითხული გაქვს როგორ ავიდა ერთი ადამიანი მთაზე. სხვა მთაზე როგორ ავიდა, კიდევ სხვა მთაზე როგორ ავიდა. შენ ხო ვერ იტყვი რომ მე ეს ვიცი. ამას რატო ვამბობ, იცით? ქრისტიანობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ადამიანი უნდა გიყვარდეს. ქრისტიანობა არ არის მხოლოდ ის, რომ აღსარება უნდა თქვა. არ არის მხოლოდ ის, რომ თამდაბალი უნდა იყო. ქრისტიანობა არის ამ ყველაფრის კეთებას შენ რომ შეეცდები. გესმით? აი მთაზე ასვლა თუ გინდა რომ ისწავლო. კი ბატონო, შეიძლება ამის შესახებ წაიკითხო კიდევაც ფილმს უყურო თუ მულტფილმს უყურო თუ ნებისმიერი რამ, მაგრამ თუ არასოდეს არ სცადე იქ ასვლა, ის არასოდეს არ გეცოდინებ. და შენთვის დარჩება მხოლოდ თეორია. აი სიტყვაზე ვამბობ, სკოლაში მასწავლებელი გეუბნება, როგორ უნდა მოხაზო ასოები, ა როგორ უნდა დაწერო, დ როგორ უნდა დაწერო და ასე შემდეგ, მაგრამ თუ არასოდეს არ სცადე, მაშინ ვერასდროს ვერ ისწავლე, ხო მართალია? ქრისტიანობაც ესე არის. აი ადამიანი უნდა სწავლობდეს ღვთის მცნებებს. აი ღმერთმა რაც გითხრა, რომ ცხოვრების ასეთი წესი არის სწორი. ეხლა ადამიანი ყოველთვის რაღაცა პრინციპს ეფუძნება, რომ მიაჩნია ეს სწორია, ან ეს არ არის სწორი. ეხლა რის მიხედვით უნდა გაარჩიოს რა არის სწორი და რა არის არასწორი. მაგალითად, აი სიტყვაზე ვამბობ და ძალიან კარგი მაგალითია, ესე იგი. აი ვინმე ჩვენ გკითხოს, რომ ეხლა ეს მაგიდა მოძრაობს თუ დგას, ჩვენ ალბათ ვეტყოდით, რომ ეს დგას და არ მოძრაობს. ხო მართალია? ხო ვეტყოდით, რომ არ მოძრაობს, მაგრამ თუ ჩვენ წარმოვიდგენთ და ეს ნამდვილად ესეა, რომ დედამიწა ხო მოძრაობს. არა? დედამიწაზე ხო დგას ეს მაგიდა. ანუ მთვარესთან და მზესთან მიმართებაში ეს მაგიდა გაჩერებულია თუ მოძრაობს? გესმით რაზე ალაპ? ანუ ჩვენ ნათლის წერტილის ეს რა გვაქვს? მაგას მთვარესთან მიმართებაში ეს მოძრაობს. ამ ოთახთან მიმართებაში ეს გაჩერებული. კარგი ან ცუდი რომ გაიგო რის მიხედვით? ჯერ ეს კითხვა უნდა დასვა, რის მიხედვით არის ეგ კარგი? ჩემი წარმოდგენის მიხედვით არის კარგი რაღაც თუ ღვთის მცნებების მიხედვით. აი ადამიანი, როდესაც სახარებას წაიკითხავს და საბავშვო სახარებებიც არაერთი არის გამოსული, ხო, საბავშვო ბიბლია. იქიდან ნახავს რა არის მოსაწონი ღვთისთვის და რომ ეცდება ადამიანი რომ ეს გააკეთოს. ესე იგი ის ცდილობს რომ ქრისტიანული ცხოვრების წესით იცხოვროს. ეხლა მთელი რო არ დავიბნეთ. გაჩერდითო? მორჩაო? აი ეს დაირეკოს და მე
რო არ დავიბნეთ ახლა და რო არ გვეგონოს რომ რაღაცა ძალიან ზოგადზე ვლაპარაკოთ, მოდი ესე ვთქვათ, რომ თავარი რაც არის ის ვთქვათ. და ჩვენ თუ თავარი გავიგეთ, მერე ყველაფერი ძალიან ადვილი იქნება. აი მთელი წმინდა წერილი, მთელი სახარება, მთელი ღვთისმცნებები რომ შევაჯამოთ, არა? გამო ორი წინადადება. ორი ძალიან მარტივი წინადადება. შესასრულებლად რთული, მაგრამ მარტივი. რა არის ეს ორი მარტივი წინადადება? შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი სულით. აი შეიყვარე უფალი ესე და მეორე ამისი მსგავსი მცნება. ეს არის პირველი მცნება უფალმა ესე თქვა, აი ამაში შემოკრებილი მთელი მცნები. და მეორე ამისი მსგავსი. შეიყვარე მოყვასი. მოყვასი ვინ არის? თითოეული ადამიანი, ერთმანეთის ყველა მოყვასი ხარ. შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავისთვის. ანუ შეიყვარე შენი მოყვასი, როგორც შენ თავს შეიყვარებდი. ეხლა როგორ შეიყვარებდი, მაგალითისთვის ვიტყვი. შენ რა ქვია? დავითი. მე ტრისტანეს. ვიცი კაცი. შენ ათესავი ვარ. ისე ვამბობს, სკომაც უნდა გაიგო. დაუშვათ მე თუ მინდა რომ დავითი შევიყვარო, ნახე რა უნდა გავაკეთო. მე უნდა დავითს მოვექცე ისე, როგორც მინდა რომ დავითი მომექცეს, როგორც მინდა რომ შენ რა ქვია? აკაკი მომექცეს, შენ რა ქვია? მარი მომექცეს. გესმით? ანუ მე უნდა ვეცადო რომ აი დაუშვათ დავაპირე რომ რაღაცა უთხრა დავითს. დაუშვათ რაღაცის გამო გაბრაზებული ვარ დავითს და დავაპირე რომ უთხრა. ეხლა მე უნდა დავფიქრდე აკაკი და მარი რომ ესე იყვნენ გაბრაზებული ჩემზე და ეს რომ მე მითხრა, მე მესიამოვნება? აი რა ვიცით კი თუ არა, გააჩნია რის თქმას ვაპირებ. გააჩნია რის თქმას ვაპირებ. მე თუ ვაპირებ რომ მივიდე და დავითთან უთხრა, დავითთან მივიდე და უთხრა, დავით მე შენზე ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ შენ ასე და ასე მოიქეცი. ოღონ ეს თქვენს თანდასწრებით კი არ თქვა. აი დავითი ცალკე გავიყვანო და უთხრა, დავით შენ რომ ასე და ასე გააკეთე, აი ჩემი კალამი რომ დაამტვრიე. მე გული მაქვს ნატკენი ამის გამო. ეს სწორი იქნება. ეს სახარებისეულად სწორია. ღმერთმა ესე გითხრა რომ თუ ვინმე რამეს დაგიშავებსო და ნაწყენი ხარო, ყველას თანდასწრებით კი არ უთხრაო. ახლა მე მომეწონებოდა რომ აკაკის ყველას თანდასწრებით ეთქვა რომ მე ესე და ესე გაბრაზებული ვარო თქვენზე, ხო არ მომეწონებოდა. ცალკე თუ ეტყვი, მაშინ ურთიერთობა უფრო ადვილად გამოსწორდება. მეხტი რაზე ელაპარაკი, აი დავითისთვის რომ ეთქვა რომ დავით მე ნაწყენი ვარ, გული მაქვს ნატკენი რომ შენ ასე გააკეთე. ამ დროს დავითს უფრო გაუადვილდება რომ თქვას, კი მე დამნაშავე ვარ. ცუდად მოვიქეცი. უკეთესად მოიქცე. მე თუ სხვების თანდასწრებით ვეტყვი ამას, მაშინ დავითი ეგრე ადვილად ვეღარ იტყვის რომ აპატიე ცუდად მოვიქეცი. ახლა თუ მე წავალ და სხვა ადამიანებთან დავიწყებ ლაპარაკს რომ დავითი ასე მომექცა, დავითი ასე მომექცა და დავითი სხვებისგან გაიგებს რომ თურმე მე ამაზე ვლაპარაკობ, მაშინ უფრო აი გული გაუსასტიკდება და შენდობას არ ითხოვს. მე შეიძლება ამანაც დაიწყოს ჩემზე ლაპარაკი. ამიტომ საუკეთესო საშუალება რა არის? თუ ვინმესთან რამე პრობლემა გაქვს, უშუალოდ შენ და ის როცა მარტონი იქნებით, უთხრა რომ მე ეს არ მოვწონს რომ შენ ასე აკეთე. თუ გაიგო და თქვა რომ მართალი ხარ, ზოგჯერ ვერ ხვდება ადამიანი რაღაცას რო აშავებს. თუ გაიგო და თქვა რომ კი ბატონო, კი აკაკი, აი დავითი მივიდა, აკაკი მივიდა დავითთან და უთხრა. დავითმა უთხრა, კი აკაკი, შენ მართალი ხარ, მე შემეშალა და ცუდად მოვიქეცი. ჩათვალეთ რომ იქ მეგობრობა ძალიან კარგად გრძელდება. მაგრამ დაუშვათ კიდე ვერ მიხვდა დავითი. მაშინ აკაკი უნდა ნახოს კიდე საერთო მეგობრები და მათთან ერთად უნდა უთხრას, რომ აი ეს ჩვენ შორის ეს პრობლემა არსებობს და ესე ლამაზად მოგვარდება, გესმით? ვიდრე ის რომ დაუშვათ შორიდან დაიწყო ამისი მოგვარება. როგორ ახერთ ამ? მაგალითად ჩვენმა საყვარელმა ვაჟკაცმა, რომელსაც ქვია საბა, ცუდი სიტყვა თქვა.
საბაკი არ იტყვის მაგას, თვალებში ეტყობა რომ ეგ მაგის თქვენი არ არის, მაგრამ დაუშვათ ცუდი სიტყვა წამოწდა. ეხლა ჩვენ რო საბას ადგილზე ვიყოთ, რა გვინდა სხვა თქვას რომ ეგ უზრდელიაო? ხო არ გვინდა. რა გვინდა რომ სხვა მიფიქროს რომ ეგ უზრდელიაო? არც ეგ არ გვინდა. ამიტომ ქრისტიანობა ჩვენ იმას გვეუბნება რომ მე საბაზე კი არ უნდა თქვა რომ ეგ უზრდელია. არამედ მე უნდა ვთქვა რომ ეგ კარგი ბავშვია, მაგრამ ეტყობა რაღაცის გამო წამოწდა. ანუ დაინდო და ისე თქვა როგორც ჩვენზე მოგვეწონებოდა რომ სხვას ეთქვა. უზრდელი კი არ არის, კარგია, მაგრამ შეცდომა მოხდა, ეხლა წამოწდა რაღაც. ჩვენს ფიქრებშიც არ დაუშვა ის რომ ეგ უზრდელია, ცუდია და ასეთია და ისეთი. ანუ არც უნდა იფიქროს სხვაზე ცუდი რამე. აი ქრისტიანობა ფიქრების დონეზეც კი ასეთ სისუფთავეს გთხოვს ჩვენ. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. ჩვენ თუ თითოეული აი ასე კლასში, დავუშვათ 20 ბავშვი ხართ, 25 ბავშვი ხართ კლასში. თითოეული ბავშვი თუ ერთმანეთის მიმართ აი ესე იქნება განწყობილი, რომ მე არ გაუკეთო სხვას ისეთი რამე, რაც მე არ მომეწონებოდა. აი იქნებოდა ქრისტიანული ცხოვრების წესი. მაგრამ ნახეთ ეხლა საქმე რაშია. როდესაც ჩვენ დავიწყებთ ასე ცხოვრებას, ჩვენ აღმოვაჩენთ ესეთ რაღაცას. აი დღის ბოლოს საღამოს რო დასაძინებლად რომ დაწვევი, უნდა გადადო ყოველგვარი პლანშეტები, ტელეფონები თუ ამგვარი რაღაც და მთავარი საქმე უნდა გააკეთო. ეხლა რა არის მთავარი საქმე? მთავარი საქმე არის რომ დილიდან საღამომდე იფიქრო, მე დღეს ვის როგორ დაველაპარაკე, ვიზე რა ვიფიქრე, ვის როგორ მოვეკეცი და შეიძლება აღმოვაჩინოთ რომ დილიდან საღამომდე ბევრ ადამიანს ისე მოვეკეცი, მე რომ არ მომეწონებოდა. ბევრ ადამიანზე ისე ვიფიქრე რაღაცა, მე რომ არ მომეწონებოდა, რომ ჩემზე ეგრე ეფიქრათ. ბევრ ადამიანს ისე უპასუხე, რომ მე არ მინდა რომ ვინმე მეგრე უხეშად მითხრას და მიპასუხოს, გესმიდა? ეხლა დავუშვათ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით დღის განმავლობაში და ის დღე ქრისტიანულად ვერ გავატარეთ, შეცდომები გქონდა. და ეგეც ბუნებრივი ადამიანები ვართ და უშეცდომა არავინ არა ვართ. აი მე მაგალითად ძილის წინ რო ვფიქრობ ხოლმე დილიდან საღამომდე ვის როგორ მოვეკეცი, რა გავაკეთე, ჩემს იმ ერთი დღის ცხოვრებაშიც კი ბევრ შეცდომას პოულობ. ისე რომ უშეცდომა არავინ არა ვართ. მეც ვყავს მოძღვარი, მივდივარ მოძღვართან და ვეუბნები, მამო, მე ასე და ასე მოვიკეცი, ასე უპასუხე ცუდად, ასეთი რამე გავიფიქრე, ასე რაღაც დაველაპარაკე, გესმიდა? როდესაც ადამიანი ნანობს თავის ცოდვას, ნელ-ნელა ადამიანის სული იწმინდება. როდესაც ადამიანი ამართლებს თავის ცოდვებს, იმ ადამიანის სული არ იწმინდება. რჩება იმათ, როგორც არის. გესმით რაზე? აი მაგალითად ხელები დამესვარა. მე თუ ვიტყვი რომ დიახ, ხელები ჭუჭყიანი მაქვს და წავალ და დაბანას დავიწყებ. ჩემი ხელები სუფთავდება. მაგრამ თუ ხელები დამესვარა და მე ვამბობ, არა, ეს ხელები არ არის ჭუჭყიანი, სუფთაა. მაშინ რჩება ჩემი ჭუჭყიანი ხელები უსუფთავოდ, გესმით? სულიც ეგრეა. სულში რო ადამიანი აღმოაჩენს შეცდომებს, უნდა თქვას რომ დიახ, მე შემეშალ. ამის აღიარება არის ვაჟკაცობა. ამის აღიარება სისუსტე კი არ არის. დავუშვათ რაღაცა დაგენანა. აღიარება იმისა, აი მოძღვართან მისვლა და აღიარება რომ მე დამენანა, ეგ სიმამაცის მაჩვენებელია. მაგრამ ამისი დამალვა და დაფარვა, ეგ სისუსტის მაჩვენებელია. თუ აღიარებ, შენი სული იწმინდება. თუ არ აღიარებ და შეგწყვება და არ იტყვი, ის ჭუჭყი ჩვენ სულში და გულში რჩება. ისე რომ აი ადამიანში უნდა ფერისცვალება მოხდეს, ადამიანი უნდა შეიცვალოს. და ოღონდ ეს შეცვლა ერთ დღეში კი არ ხდება. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ხდება ამისი შეცვლა. აი მაგალითად რო ვთქვათ, აი რაღაცა ჭურჭელი რო იყოს, აი დავუშვათ 10 ლიტრიანი ჭურჭელი რო იყოს რაღაცა. ხო, კილა რაღაც. და დავუშვათ ყოველ დღე 1 წვეთი. აი შავი ღვინო რო 1 წვეთი ჩააწვეთო. ყოველ დღე 1 წვეთი. დავუშვათ დღეს გვაქვს 10 ლიტრი წყალი. ჩავაგდეთ 1 წვეთი ღვინო.
შეიცვალა რამე? არა, როგორ არა? შეიცვალა. ის წყალი იმ შემადგენლობის აღარ არის. იმიტომ რომ იქ ღვინოთ შეერია ერთი წეთი, მაგრამ მაინც ხო შეერია. ხვალაც რო ერთი წეთი ჩავარდება, კიდე უფრო მეტად შეიცვალა. და ასე თუ ყოველ დღე თითო წეთი ჩავარდა იქ ღვინო, აი დროთა განმავლობაში, აი ამ 10 ლიტრიანი ჭურჭელიდან წყალი გამოიდევნება, აი გადმოიღრება. წარმოიდგინეთ, რომ ეს 10 ლიტრი ეტეოდეს პირამდე რო ჩაასხა. ნელ-ნელა წყალი გამოიდევნება და მთლიანად ღვინო დარჩება იქ. ოღონდ თუ არ შეწყვეტ ადამიანი აი ამის გაგრძელებას. ეხლა ეს ერთი წეთი ღვინო რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დღის განმავლობაში ცოტას კიდევაც უნდა ლოცულობდეს დილით და საღამოს. კიდევაც უნდა მარხულობდეს თავისი ასაკის შესაბამისად. აღსარებას უნდა ამბობდეს დაუშვათ პერიოდულად კვირაში ერთხელ თუ ორ კვირაში ერთხელ როგორც მოახერხებს. ხო, უნდა კითხულობდეს, ესე იგი, წმინდა წერილს, ანუ ღვთის სიტყვას და აი ამის შედეგად ჩვენ სულში ჩაეწვეთება ის თითო წეთი მადლიანი სიტყვა ღვთისა, რომელიც ადამიანს შეცვლის, ნელ-ნელა შეცვლის. მაგრამ თუ ეს არ ხდება, 100 წელიც რო იდგას ის 10 ლიტრიანი ქილა წყალი და შიგნით თუ ღვინო არ წვეთავს, მარტო იმიტომ რომ ეს დგას, ის არ შეიცვლება. ის პირიქით უფრო დაჭაობდება და გაფუჭდება. ესე რომ აი ჩვენ ყველა შეგვიძლია რომ შევიცვალოთ სიკეთისაგან და ქრისტიანული ცხოვრების წესით ვიცხოვროთ ყოველდღიურად. და ადამიანი, რომელიც ესე ცხოვრობს, ის ნუგეშია თავისი მეგობრებისთვისაც და ოჯახისთვისაც, რომელიც ეხლა წარმოიდგინეთ, აი კლასში როგორი ბავშვის არსებობა უფრო სიმდიდრეა კლასისთვის, რომელიც სხვას ისე ექცევა, როგორც მას უნდა რომ მოექცნენ, თუ რომელიც სხვას ცუდად ექცევა. ანუ აი რომელიც სხვას არ გაუკეთებს ისეთ რამეს თვითონ რო არ მოეწონება, ხო ხდები ჩინაარსი რაზეა ლაპარაკი, რომ არავის არ მოექცე ისე შენ რო არ მოგეწონება. თუ მთელი კლასი ამას გადაწყვეტს, მაშინ ყველა გახარებული და ბედნიერი უნდა იყოს იმ კლასში. არავინ მოწყენილი არ იქნება, არავის დაჩაგრავენ, არავის მოატყუებენ. ესმით, არავის აი ყველას გაუგებენ, მოусმენენ. ესმით, ადამიანი იმაზე კი არ იფიქრებს, რომ მე გამიგონ და კარგად ვიყო, არამედ იმაზე იფიქრებს, რომ ყველა თანაკლასელი კარგად ყავდეს. და ეგეთ კლასში სწავლა არის ბედნიერება. შეიძლება იცი. აბა მით. დიახ. და კარგად მოანთესი, კარგად დავაყრე და ის მაგალითად თეკლას ძალიან კარგად მოიქცა, შემდგომ მთელი კლასი ერთ ჯაჭვური რეაქცია. ყველა გადაედება, მაგას ამბობ, ხო? მე მთელი კლასი მოხვდა. კი, აბა რა, სიკეთე გადაედება მე. თან სიკეთეს ისეთი თვისება აქვს, რომ სულ რომ ჩუმად გააკეთო, ის თავის დროზე გამოაშკარავდება. აი ახლა თქვენთან რომ ეს თოვლის პაპა და სანტა კლაუსები რო გყავთ. ამისი წარმოშობის ისტორია სადღაც წმინდა ნიკოლოზსაც უკავშირდება. ეს წუთი წმინდა ნიკოლოზი ისეთი მოწყალე კაცი იყო, რომ უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მაგრამ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი შემთხვევა არის ცნობილი. იყო ერთ-ერთი კაცი, გაჭირებული ოჯახი, კი, გაჭირებული ოჯახი. ხო გინახიათ აი საახალწლო როგორ? ღამღამობით. ხო გინახიათ საახალწლოდ აი აივნებზე, ფანჯრებზე, თითქოს კიბეროა და სანტა კლაუსი რო ადის. ხო გინახიათ ეგ საიდან მოდის, ნახეთ. წმინდა ნიკოლოზი დიდი მღვდელმთავარი იყო მე-4 საუკუნეში. ანუ 1700 წელი გავიდა დაახლოებით იქიდან ის რომ ცხოვრობდა, მაგრამ ის დღესაც ეხმარება ადამიანს. ნახე რა გააკეთა. ერთ-ერთი გაჭირებული ოჯახი იყო, 3 გოგონა ყავდათ. და ეს მამა ფიქრობდა, რომ რაღაცა უზნეო საქმიანობით დაესაქმებინა ეს გოგოები, რომ რაღაცნაირად გამოკვებილიყვნენ და წმინდა ნიკოლოზს რო ეს გაუგია, მივიდა ღამით ჩუმად და სარკმლიდან მთელი ქისა ოქრო გადაუგდო ჩუმად და თვითონ თავს მიეფარა. ეხლა ამ ოქროთი ამ კაცმა ერთი გოგონა გაათხოვა, ესე იგი,
ზითები უყიდა და აოჯახა, წესიერ გზაზე დააყენა. ეხლა მეორე გოგონაც ყავდა, აიღო და კიდე სხვა დროს ეს ქისა კიდე ჩაუგდო და ეხლა ეს კაცი როცულობს რომ ღმერთო გამომიჩინეო, ვინ არისო ეს ჩვენი კეთილის ყოფელიო და მართლაც მოხდა ისე რომ დაუდარაჯდა ესე იგი ეს კაცი. წმინდა ნიკოლოზი საგანგებოდ კი არ აკეთებდა იმას რომ დაუშვათ გამოაშკარავებულიყო მისი სიკეთე. ესე იგი სელფებს კი არ იღებდა რომ აი მე ახლა სიკეთე უნდა გავაკეთო და არ იქა ვიდეოს, არა. ნახეთ აი იმ დროს არც კამერა არ იყო. ის კი არა საწელი ფურცელი არ იყო, პერგამენტებზე ცხოველის ტყავებზე წერდნენ, ქსეროქსი არ იყო, პრინტერი თუ რა არაფერი საშუალება არ იყო, მაგრამ იმ ამბავმა წმინდა ნიკოლოზმა რომ 17,700 წლის წინ ჩაიდინა. დღემდე მოაღწია და მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი. სულაც არ დასჭირებია იმას თავის გამოსაჩენად რომ გაეკეთებინა, გესმით? აი სიკეთე სექტვისება აქ რომ ფარულად აკეთო და ეს სიკეთე აუცილებლად გამოაშკარავდება თავის დროზე. და მე მესამეჯერაც რომ ჩაუგდო ეს ქისა, ეს კაცი გამოვარდა უცბად გარეთ და ნახა რომ თურმე ეს დიდი მღვდელმთავარი აკეთებს ამ ყველაფერს. და წმინდა ნიკოლოზის მიზანი არ ყოფილა რომ გამოაშკარავებულიყო. მისი მიზანი იყო რომ ამ ოჯახს დახმარებოდა. მაგრამ არც აი ამ გამოაშკარავების გარეშე დატოვა ღმერთმა მისი ჩადენილი სიკეთე. გესმით რაზეა? აი მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ ჩვენმა საბამ გადაწყვიტა რომ თავისი თანაკლასელი გაახაროს. და ნახა რომელიღაცა თანაკლასელის ჩანთა გახსნილი. მივიდა და დაუშვათ იცის რომ თავის კლასელს რაღაცა ბლოკნოტები უყვარს, კალმები უყვარს. სიტყვაზე ვამბობ ახლა. სხვათა შორის ეს ამბავი რომ ერთგან მოვყევი, რა მოყვა შედეგად ახლა მოგიყვებით მაგას. დაუშვათ საბამ აიღო კარგი ლამაზი ბლოკნოტი, კალამიც გაურჭო შიგნით და ჩუმად ჩაუდო ამ თავის თანაკლასელს. ისე რომ არც დაუწერია მე ვარ საბა, რა გვარი ხარ საბა? მე ვარ საბა საბიაშვილი და არ იქა მე გავაკეთე და ეგეთი რამე არის. უბრალოდ ჩადო ეს ბლოკნოტი და გაეცალა იქაურობას. დაუშვათ შენ ხარ ის გოგონა, ვის ჩანთაში ჩადო. სახში მიხვედი და ოღონ ეწერა რომ ეს ჩვენ საყვარელ მარის. ოღონ ვისგან არის არ ეწერა, მაგრამ ის ეწერა რომ ეს ნამდვილად შენია, შენ გეკუთვნის. ეხლა რო გახსნი და რო ნახავდი ამ ბლოკნოტს, რას იფიქრებდი? ფიქრები რომ მას აი მეგობარი იყო და უყარდა. ანუ ხო იფიქრებდი. აი მოდი ახლა ეს შედარება გავაკეთოთ. საპირისპირო თქვათ. დაუშვათ რაღაცა რვეული დაკარგე ჩანთიდან. ხო ახლა ეჭვები გიჩდება რომ ყველა თანაკლასელზე შეიძლება ეჭვი გაჩნდეს. ამან ხო არ მომპარა, იმან ხო არ, გესმით როგორი იძაბება გონება და მაგრამ სიკეთე როა და რო არიცი ვინ გააკეთა. ფიქრობ რომ ამან ხო არ გააკეთა, ამან ხო და ყველას მიმართ რაღაც კეთილი განწყობილი ხარ, იმიტომ რომ იცი რომ იქიდან ვიღაცამ გააკეთა, მაგრამ არ იცი ვინ გააკეთა. ნახე საბას გაკეთებულმა სიკეთემ რა ხელა რამე მოიტანა. ერთი ის რომ შენ გაგახარა. მეორე ის რომ შენ ყველას მიმართ ესეთი კეთილი განწყობა ჩამოგიყალიბდა, გესმის? და აი ამის გამო საბას ღმერთი იცი როგორ გაახარებს. ხო და ამაზე რო ლაპარაკობდი ერთ-ერთ სკოლაში თუ არა ვცდები, პატარა მეჯვრისში ვიყავი. ამაზე რო ლაპარაკობდი, მე რო წამოვედი, ერთ ბავშვს გაუკეთებია მასწავლებლის ჩანთაში, ჩაუდია რაღაცა და მე მგონი დღემდე არ იცის ვინ ჩაუდა და ვინ გაახარა ეს მასწავლებელი. გესმით? და იმ ფარულ სიკეთეს ღმერთი თავის დროზე გამოაშკარავებს და ეხლა ნახეთ შედეგი. მოდი შედეგებზე ვთქვათ. დაუშვათ საბა რომ მოსულიყო და ეთქვა მარი ჩემო ძვირფასო მე მინდა რომ ეს ბლოკნოტი გაჩუქო, იმიტომ რომ შენ გიყვარს ესეთი რაღაცეები. შენ ხო მადლიერი დარჩებოდი. კეთილგანწყობა მხოლოდ საბას მიმართ გექნებოდა. ეს ცუდი არ არის, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ მოდი მეორე შემთხვევა. შენ რომ საბამ ჩუმად ჩაგიდო ის ბლოკნოტი. შენ ხო ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ხარ, იმიტომ რომ ეჭოფ რომ ნებისმიერი შეიძლება და ყოფილიყო და დაუშვათ გავიდა 2 წელი. და არ დარჩება დაფარული არც სიკეთე და არც ბოროტება, გამოაშკარავდა რომ საბას გაუკეთებია. ხო ეხლა უფრო მეტად ამაღლდება საბა შენს თვალში. რომ იმიტომ კი არ გააკეთა რომ ეს მე გამეგო, იმიტომ რომ ეს ჩუმად და
საბა როგორ დიდებულ ადამიანად წარმოჩინდება შენთვის, ხო მართალი? ხედავთ, აი, რო არ იჩქარებ შენი სიკეთის გამოაშკარავებას, საბოლოო ჯამში უფრო დიდი სიკეთე მოყვება. რაფერი იყო ის ბლოკნოტი? ისე რომ აი ფარულად გაკეთებულ სიკეთეს ძალიან დიდი ძალა. აი მაგალითად დღეს რა დღეა? წმინდა სპირიდონის ხსენების დღეა. დიდი მღვდელმთავარი იყო ესეც მე-4 საუკუნის დიახ და ნახე რა მოხდა. ის იყო თავის დროზე მწყემსი, ცხრებს მწყემსავდა. მღვდელმთავარი რო გახდა, მერეც გააგრძელა ეს ძველი საქმიანობა, ესე უბრალოდ მწყემსური ქუდით დადიოდა და ესე უბრალოდ ცხოვრობდა და ერთ ღამეს მოხდა ასეთი რაღაც. მის ფარაში ქურდები შეიპარნენ. და მოკლედ, აი ამ ეს ქურდები რაღაცა უხილავ და ცხრები უნდა მოეპარათ, მოკლედ რაღაცა უხილავმა ძალამ შებოჭა ესენი. ვეღარ ინძრევიან, ესე გაშეშებულები არის. დილით რომ მღვდელმთავარი შევიდა თავის ცხრებთან, ნახა ეს ადამიანები ესე გაშეშებულები დგანან, ვერ ინძრევიან. და ეხლა ამ მღვდელმთავარმა რა გააკეთა ნახე? აი, სიტყვაზე ვამბობ. ჩვენ სეზონში რომ ვინმე შემოვიდეს და რაღაცა უნდა მოიპაროს და დილით რომ გახვიდე და ნახო რომ ორმოშია ჩავარდნილი, თურმე არ იცოდა ორმო რო ქონდა ამოწყილი, ჩავარდნილია და ვეღარ ამოდის. ჩვენ შეიძლება რა ვქნათ, იცი, ამოვიყვანოთ, ან გავლანძღოთ, ან რაღაცა, ან ვიღაცამ შეიძლება პოლიციას დაურეკოს, ქურდი შეუმპარვლა, ასე შემდეგ. მღვდელმთავარმა რა გააკეთა? ილოცა მათთვის. ილოცა, იმიტომ რომ არაფერი არ თოკები არ ჩანდა, არც არაფერი ითიც ესენი შეკრულები იყო, იმიტომ რომ ის უხილავმა ძალამ შეკრა. ილოცა მათთვის, რომ უფალო შენ აპატიე ამათ მიუტევე, გაათავისუფლე და ესენი მართლაც მოეშნენ, გათავისუფლდნენ და რომ აცილებდა, აიღო და ერთი ცხვარი გაატანა მათ. და უთხრა რომ აიო მთელი ღამის შრომამო უქმად რო არ ჩაიაროსო, ანუ ის რო გადმოვიდნენ მოსაპარად, კაცმა შრომაში ჩაუთვარა. გესმით, აი რამხელა მოწყალი კაცი უნდა იყო. რომ მთელი ღამე რო იშრომეთო, აი წაიყვანეთ ეს ცხვარი, ოღონდ დაარიგა. სხვა დროსო უღარ მოიპარავთო. იშრომეთო, რომ სხვისთვის მისაცემათაც გქონდეთ რაღაცაო, რომ გაჭირებულს თქვენს დაეხმაროთ ხოლმე. ეგ უკვე თქვენი ფიქრეთ, აბა. რა? აბა? რატო იცავენ მარხვას? ბავშვებო, რატო იცავენ მარხვას, ნახე? მოდი, ცოტა ჩამშვიდეს ბოლოში. გოგონებო, ჩემი ხმა ისმის ბოლოში? მარხვას, აი მაგალითისთვის ვიტყვი. მთელი წლის განმავლობაში 4 შაბათი და პარასკევი არის მარხვის დღეები. იუდა ისკარიოტელმა ერთ-ერთმა მოციქულმა იესო ქრისტეს უღალატა და გაყიდა, გასცა. ანუ ხელსაყრელი შემთხვევა აპოვნინა იესო ქრისტე რომ გადაეცა მათთვის ჯვარზე გასაკრავად. ეს მოხდა 4 შაბათ დღეს და პარასკევს დღეს მოხდა ქრისტეს ჯვარც. ამიტომაც ქრისტიანი მარხულობს ამ დღეებში და ამით უფალს ეუბნება რომ უფალო მე შენი ერთგული ვარ, მე მინდა რომ შენს მხარეზე ვიდგენ და არა იუდასი და შენი ჯვარცმელების მხარეს. მეორე კიდე არსებობს 4 დიდი მარხვა. ეხლა ერთ-ერთი მარხვა ეხლა მიმდინარეობს ქრისტეშობის მარხვა. შემდეგ იქნება აღდგომის მარხვა, იქნება მერე პეტრე პავლობის და ბოლოს მარიამობის მარხვა. აი ამ ეს 4 დიდი მარხვა წინ უძღვის 4 დიდ დღესასწაულს. ეს არის ქრისტეშობა, აღდგომა, პეტრე პავლობა და მარიამობა. ადამიანი რომ სულით განიწმინდოს და მოემზადოს ამ დღესასწაულთან შესახვედრად, ისინი მარხულობენ. ესმით, იმიტომ რომ მარხვის და ლოცვის გარეშე ადამიანის სული არ განიწმინდება, როგორც უფალი გვეუბნება სახარებაში. მოდით თქვენ შეკითხვებს წავიკითხავთ. თქვენ როცა იტყვით რომ მამაო დავიღალეთ, გაგვათავისუფლეთ, მეც აი წმინდა სპირიდონივით გაგათავისუფლე, ახლა ცხარს ვერ გაგატანთ, არა გყავს, მაგრამ ისე
მარხვაზე უკვე ვთქვით. რატომ არის ეკლესიაში ერთი მეუფე? ნახეთ შემოძვირფასებო. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ყავს თავისი მეთაური, რომელსაც ქვია კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მთელი ქვეყანა ეპარქიებად არის დაყოფილი. აი არის მაგალითად გორისა და ატენის ეპარქია, არის სამთავისისა და კასპის ეპარქია, მცხეთა თბილისის ეპარქია და ასე შემდეგ. ესე და როგორც მაგალითად მთელი სკოლა ხო კლასებად არის დაყოფილი. ამ კლასებს თავისი ხელმძღვანელი ყავთ. აქაც ესეა, ტერიტორიები ესეა დაყოფილი და მოვძან, მოდი გავაცილოთ და მე გავაგზავნოთ. ეპარქიებად არის დაყოფილი მთელი ჩვენი საქართველოს ტერიტორია და ყველა ეპარქიას თავისი მღვდელმთავარი ყავს. ჩვენ ეპარქიას ყავს მეუფე ანდრია, მიტროპოლიტი ანდრია, მღვდელმთავარი. მე ეს ეპარქიაც იყოფა სხვადასხვა სამრევლოებად. გესმით? აი მაგალითად არის წმინდა ნინოს სამრევლო. ხო არის ვერხვებზე წმინდა ნინოს სამრევლო. არის წმინდა ნიკოლოზის სამრევლო წმინდა წყალზე. არის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, იმას თავისი ის უკვე საეპისკოპოსო ტაძარია, სადაც მღვდელმთავარი წირავს. იმას თავისი მრევლი ყავს, გესმით? იმ ტაძარს კიდე იქ სასულიერო პირები არიან. არის ფერისცვალების სამრევლო სადგურზე, საიდანაც მე მოვედი ახლა და ასე შემდეგ, მოკლედ, ყველას თავისი მოძღვარი ყავს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანობაში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, რომლის მეთაურიც არის პატრიარქი ილია მეორე. ძალიან მაინტერესებს შეიძლება თუ არა ჰელოუინის აღნიშვნა. ამბობენ ქრისტიანისთვის ჰელოუინის აღნიშვნა არ შეიძლება. მაინტერესებს რატომ არ შეიძლება? კიდევ მაინტერესებს სიკვდილის მერე რა ხდება, არის თუ არა სიცოცხლე. სიკვდილის შემდეგ არის სიცოცხლე. და ამას ქვია გარდაცვალება. სიკვდილი კი არ ქვია, გარდაცვალება. ადამიანი გარდაინაცვლებს ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში და მარადიული სიცოცხლე არსებობს. ეს სიცოცხლე დროებითია, სადაც ახლა როგორც ჩვენ ვართ, მაგრამ არის ამ გარდაცვალების შემდეგ მარადიული სიცოცხლე. და ეს მარადიული სიცოცხლე ან სიხარულით არის სავსე, ან მწუხარებით. იქ არც სიხარული შეიძლება და არც მწუხარება. ამიტომ ადამიანი უნდა ეცადოს, რომ მოიპოვოს ის მარადიული სიხარული. მაგრამ ჰელოუინების აღნიშვნებით ამას ვერ მოიპოვებს. ამას მოიპოვებს ცხოვრების ისეთი წესით, ჩვენ რო თავში ვისაუბრეთ, ქრისტიანული ცხოვრების წესი. ეს არ არის ქრისტიანული დღესასწაული, ეს უფრო საეშმაკო ფესვები აქვს ამას, იქიდან მოდის და არ შეეფერება ქრისტიან ადამიანს, არც ქართველს არ შეეფერება. ანუ ესე რო ვთქვათ, არც ქართულია და არც ქრისტიანული. და ჩვენ ახლა ქართველებმა ჯერ ყველა ქართული დღესასწაული ვიცით და ყველა ქრისტიანული და ამას ზეიმობთ, ახლა რომ გადავიდით სხვა ქვეყნის და სხვა რჯულის დღესასწაულებზე? ხო არ ვიცით. თან კიდე მათ ნიღბებს შეხედეთ, ახლა პირსისხლიანი ნიღბები კარგია? არ არის კარგი. რა არიცი? მართლმადიდებლურმა რწმენამ, ჩემო კუდრაჭა, მართლმადიდებლურმა რწმენამ შემოინახა ქრისტეს სწავლება უცვლელად, რაც ქრისტემ გადასცა თავის მოციქულებს, ამ მოციქულებმა თავის მოწაფეებს და ასე მოვიდა შეუცვლელად ჩვენამდე. ამიტომაც მართლმადიდებლური სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი. კი შეიძლება ბავშვებისთვის გარეგნულად რაღაცა მომხიბლავია, კარგია, მაგრამ როგორც ამბობენ, რაც ჭვინავს, ყველაფერი ოქრო კი არ არის. შეიძლება ადამიანი მოტყუდეს. ამიტომ თქვენ არ უნდა მოტყუდეთ. მაგრამ მე ის კი არ მიკვირს უფრო ბავშვებს, რომ ამისკენ მისწრაფება და აქ შეცდომები რო ხდება. მე ის მიკვირს მასწავლებლებში და დირექტორებში რო არის პრობლემა. და სკოლებში რომ მთელი ამბებით ზეიმები ამასთან დაკავშირებით. მე ეს მიკვირს, თორე თქვენი არ მიკვირს, იმიტომ რომ ბავშვი შეიძლება სადღაც შეცდეს. მეც პატარაობაში
იხან ისეთი რაღაცები მომწონდა, ეხლა რო ვფიქრობ, გული მისკდება, მაგრამ პატარაობაში 1000 რამე გაგიტაცებს ადამიანს, გესმით, მაგრამ აი მასწავლებელი უკვე სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს. მშობელი. რა ხდება, როცა ადამიანი გარდაიცვლება? ადამიანი, თითოეული ადამიანი ბავშვობა ღვთის წინაშე წარდგება. და ღმერთმა ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის, ისიც იცის, ჩვენმა საბამბრო ბლოკნოტი ჩაუდო მარის და რო გაახარა. და ისიც იცის, თუ ვინმე ცუდი რამე გააკეთა და დღეს არ ჩანს. ამიტომ ჩვენ მის წინაშე მოგვიწევს წარდგომა და პასუხის მიცემა ყველა იმ საქციელის გამო, თუ ფიქრის, თუ სიტყვების გამო, რაც ჩვენ თქვით, მოვიმოქმედეთ, ვიფიქრეთ. ამიტომ ახსარების მადლი მოგცა ღმერთმა, რომ ჩვენ შეგვიძლია, აი როგორ ვთქვა, აი ტელეფონი რომ გაჭედავს, კომპიუტერი და რომ გადატვირთავ. ხო ხდება ეს? აი ახსარება არის ჩვენთვის გადატვირთვა. ახსარებას რო იტყვი, შენი სული განახლდება. ახლიდან იწყებ. კიდე მოხდა რაღაცა, კიდე მოხდა შეცდომები, კიდე გაიჭედა, კიდე უნდა გადატვირთო, ახლიდან უნდა თქვა ახსარება. ხო უყურებთ ხოლმე, აი მაგალითად ამ ბოლო დროს ხო არის შერეული ორთაბრძოლები, რინგზე რო დგანან არა და რო ჩხუბობენ. იქ ხო არის რომ თითოეული რაუნდის შემდეგ თავთავის კუთხეში დადგებიან ეს მებრძოლები. იქ მწვრთნელი მივა, ცოტას დაარიგებს, ცოტას გააგრილებენ, ცოტა ჭრილობებს მოუშუშებენ, წყალს დაალევინებენ და ცოტა მოასულიერებენ, ესე რომ ვთქვათ, ხო ეგრეა. ჩვენც კვირიდან კვირამდე 1000 გვარი რამე შეიძლება შეგვეშალოს და ეშმაკი ჩასაფრებულია, რომ ჩვენ ბევრი შეცდომები გქონდეს. ამიტომ კვირის ბოლოს ადამიანი უნდა მივიდეს თავის მოძღვართან, უნდა უთხრას თავისი სულიერი ჭრილობების შესახებ, უნდა რჩევადარიგებაც მიიღოს, უნდა შენდობაც მიიღოს, გამხნევდეს და ახალი ძალებით შეუდგეს მომავალ კვირას და იცხოვროს ქრისტიანულად. კიდე მოხდება წაბორძიკება, დაცემა, კიდე ეგრე უნდა გააკეთოს. და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ნუგეში. და რასაც ადამიანი ახსარებაში იტყვის, ის ღვთის წინაშე აღარ მოეკითხება. აი ეგ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც აქვე შეინანებს, მაგრამ რასაც ახსარებაში არ იტყვის, იმის გამო ღვთის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა. ერთი წლის წინ ერთ ბავშვს შევხედე და ვთქვი, რომ შეხედე რა აქვს მეთქი და მე კი დამცინავად გამომივიდა. ამის შემდეგ მე ძალიან ნერვიულობ და რა გავაკეთო, როგორ მოვიშორო ეს ტკივილი. ბავშვებო, ესეთი რაღაცა შეიძლება მართლაც მოგვივიდეს, რომ ვიღაცაზე გაგვეცინოს, ვიღაცას დავცინოთ თუნდაც. შეიძლება სულაც ვიღაცა აბუჩა დაიგდო. ხდება სამწუხაროდ, ეს კარგი კი არ არის, მაგრამ რითი უნდა გათავისუფლდე? ეხლა ჩვენ სინდისი გვაწუხებს და რადგან ეს დავწერეთ და გვაწუხებს, ეგ უკვე კარგია. რადგან არ ვამართლებთ ჩვენს თავს, ეგ უკვე ძალიან კარგია. ჩვენ რო ვამართლებდეთ ჩვენს თავს, ჩვენი სინდისი არასოდეს არ დამშვიდდება. მაგრამ თუ ადამიანი გძნობ, რომ შენ შეგეშალა, მიდი მოძღვართან და უთხარი, მამო, მე ასე და ასეთი რაღაცა გავაკეთე და ვნანობ ამ ყველაფერს. და შენი სინდისი დაისვენებ, შენ სამოისუნთქებ და კარგად იქნება. და ეცადე რომ აღარ გააკეთო იმის შემდეგ. ეცადე ვნახოთ თქვენი შეკითხვები. რატომ არ შეიძლება შორტებით შესვლა ტაძარშიო? ყველაფერს თავის წესი და რიგი აქვს ჩემო ძვირფასო. თქვენ ახლა სახში აი აბაზანაში ხო შედიხართ, ხო ბანაობთ ხოლმე. და რითი ბანავთ? აი ესე როგორც ხარ თვილად ქურთუკი გაცვიათ, ქუდი გახურავთ და ესე? იმას თავისი წესი აქვს. დაბადების დროს თავისი წესი აქვს. ფეხბურთის სათამაშოდ მიდიხარ, იქ თავისი წესი აქვს ჩაცმისა. და ხა თოვში მიდიხარ სასრიალოდ, იქ თავისი წესი აქვს. და ღვთის სახში რომ მიდიხარ, იქ თავისი წესი აქვს. რომ ესე გამოიყურებოდე, როგორც აი ყველაზე მეტად მოკრძალებით, ყველგან მოკრძალებით უნდა იყო, მაგრამ აი ღვთის სახში განსაკუთრებულად უნდა ესე მოწესრიგებული იყო. გამარჯობათ მამაბასი, როგორ ბრძანდებით? ყველა ცუდი ჩვევა მაქვს, ყველა
ვიბუტები სახლში, სკოლაში ვაბრაზებ ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს მასწავლებლებს და უზრდელურ სიტყვებს. ილოცეთ ხო, იქ ბოლოში ცოტა უფრო პირადული რაღაც წერი. ღმერთი შეეწიოს აი ამის დამწერს. ამის დაწერა ეგრეიული არ იქნებოდა, მაგრამ ყოჩახ რომ დაწერა და აღიარა რომ ესე აკეთებს და მე გისურვებთ რომ ესე იგი რაც აქ წერია ამის გამოსწორება შეიძლება. და ამის გამოსწორება უკვე დაწყებულია ამის დაწერით. რადგან ეს ბავშვი აცნობიერებს ამას, იოლად შეიძლება რომ ეს დაიძლიოს. ოღონდ ნახეთ, მარტო ჩვენი მცდელობა ღვთისმადლის გარეშე შედეგს არ მოიტანს. ღვთისმადლი სწორედ იმ ახსარებაშია, რაც წეღან თქვით. იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი მღვდელი კი არ მოგვიტევებს ცოდვებს. ჩვენ ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს, ღვთისმადლი მოგვიტევებს და ნახეთ, ღვთისმადლი არის უძლურთა მკურნალი და ნაკრულევანთა აღმავსებელი. ანუ შენ თუ რაღაც გიჭირს და ვერ აკეთებ, ღვთისმადლი მოგეხმარება. შენ თუ რაღაც გაკლია, არა სულიერი, ღვთისმადლი შეავსებს შენს ნაკლოვანებას და შენ უკეთესად გააკეთებ. ესე რომ მე ამბავს ვუსურებ, რომ ღვთისმადლი უხვად გქონდეს. აბა მოდი დანარჩენებიც ვნახოთ. რატომ არის ამდენი ბოროტი ქვეყანაზე? ბავშვებო, ბოროტი ადამიანი არ არსებობს. ღმერთმა ყველა ადამიანი კეთილად შექმნა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტს უსმენენ. ანუ ბოროტში რა იგულისხმება? იცი არის სიკეთე, არის ბოროტება. არის ღმერთი და არის ეშმაკი. ვიღაცა ღმერთს უსმენს. აი რაზეც თავში ვლაპარაკობდით, სახარებისეულად ცდილობს იცხოვროს. ვიღაცა ეშმაკს უსმენს და ვინც ეშმაკს უსმენს, ის ბევრ სიბოროტეს აკეთებს. მაგრამ თუ შეინანებს ის, მას შეუძლია გამოსწორდეს და სხვაზე უფრო მეტად კეთილიც კი გახდეს. რაც უფრო დაუახლოვდები ღმერთს, მით უფრო იქნები კეთილი. აი მაგალითად, ეხლა აი ამ ნატურას, რაც უფრო მოშორდები, ხო უფრო სიბნელეში იქნები. ეხლა აი აქ ძირს ხო ანათებს ეს ნატურა. აი ხა ჩემი ხელი ეხლა უფრო განათებული არის თუ აი ეხლა უფრო განათებულია დაბლარო. მაღლა ხედა და თუ უფრო მაღლა ავიტან იქამდე, თუ უფრო რატო ამბობ? ღმერთს თუ მიუახლოვდები, შენ უფრო სიკეთეში იქნები, იმიტომ რომ ღმერთია სიკეთე. ღმერთს თუ მოშორდები, ნელ-ნელა ბოროტებაში ჩაეფლობ. ბოროტება თავისთავად კი არ არსებობს. ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. სიბნელეც თავისთავად კი არ არსებობს. სიბნელი არის სინათლის ნაკლებობა. გესმით რაზეა ლაპარაკი? რატომ აქვს ღარიბს უფლის შემწეობა? ბავშვებო, უფლის შემწეობა ყველას აქვს, ვინც უფალს გუწრფელად მიმართავს. აქ არ არის განსხვავება, ღარიბია, მეტი აქვს, ნაკლები აქვს. აბრაამი მაგალითად, ძველი ღვთისმშობელი მამამთავარი აბრაამი ძალიან მდიდარი იყო და ის პირდაპირ ღმერთს ესაუბრებოდა. მაგრამ იყვნენ ადამიანები, ვინც ღარიბი იყო და ისიც ღმერთს ესაუბრებოდა. ასე რომ რომელი უფრო ცოდვა, მოდი როგორც წერია ისე ვიტყვი, ჩაშვება თუ ხელის დაფარებაო. ჩვენ რაღაცას დავაშავებთ, რომელი გვინდა რომ გააკეთონ ჩვენს მიმართ. ესე იგი რომელი უფრო ცოდვა ყოფილა? ოჯახ. მართალი. დაბეზღება არ შეიძლება, არ არის სწორი დაბეზღება. რატომ გვამცირებენ ადამიანები გარეგნობაზე? ბავშვებო, ადამიანის ღირსება გარეგნობით არ ფასდება. გარეგნულად ადამიანი ასეთია თუ ისეთია, როგორც ღმერთმა ინება ისეთია და ის ძვირფასია ისეთი როგორიც არის. და თუ ვინმე ჩვენ გარეგნობის გამო გვამცირებს, ეგ ნიშნავს, რომ მასში ეს ადამიანური ღირსება ნაკლებია. არ ფიქრობს იმაზე, რომ ადამიანში მთავარი არ არის ის გარეგნულად როგორ გამოიყურება. არამედ ადამიანში მთავარი არის ის, როგორი გული აქვს მას.
და კარგი გულის მქონე ადამიანის ხებს არ დასცინებს. აბა ნახოთ. ცოდვა თუ არა ჯვარის არ გაკეთება. ბავშვებო, ჯვარი ჩვენ გვიცავს, გვიფარავს. უფალმა თავისი ჯვარცმით გამოგვიხსნა ჩვენ. და თუ ადამიანს ჯვარი არ უკეთია, ესე იგი ნიშნავს, რომ ის დაცული არ არის ამ ჯვრის მეშვეობით და ესე იგი ნიშნავს, რომ ის უიარაღოთ რომ წავიდეს ბრძოლაში. აი ფარი არ ქონდეს, ხმალი არ ქონდეს, ისე წავიდეს ბრძოლაში. სწორი იქნება? არ იქნება სწორი. ამიტომაც აი ჯვარი ყველა ქრისტიანს უკეთია გულზე, თავის სახელზე ნაკურთხი ჯვარი. ახლა ჯვარი გაწყვეტილია მას და ეგრევე. ნახე ხდება, ყველა ძაფი ერთნაირად ყარი ხო არ არის გააჩნია. ამიტომ უნდა სხვა თოკი გაიკეთო და ახლიდან გაიკეთო ის ჯვარი. რაღაცა განსა არ ინერვიულოთ მაგაზე რა. ერთხელ მომივიდა ესეთი რაღაც. აი რასაც შენ ამბობ ზუსტად ხატების კუთხიდან ხატი გადმომივარდა. და ნუ ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება და ახლა შემეშინდა რაღაცა მეთქი რამე ხო არ აი როგორც ახლა შენ ამბობ რომ ჯვარი რო გამიწყა რამე უნდა მოხდეს მაინც და მაინც და ესე მეც ნერვიულობდი მაშინ თბილისში ცხოვრობდი და იქ მამა მიქაელი იყო ასათიანი გვარად და იქ მივედი ესე იგი და მამაოს ეკითხები მამაო ასე და ასე მომიხდა მეთქი რომ ხატი გადმომივარდა და რაღაც ცოტა შეშინებული ვარ და მე ხო ფიქრობდი რომ რაღაცას მეტყოდა ახლა ან ეს უნდა მოხდეს ან არაფერი ხო აიღეო და ხო დადეო ისეო ხატი კი მეთქი და დამთავრდა გაგიწყდა ჯვარი გადააბი გაუკეთე სხვა ძაფი და გაიკეთე და ზედმეტად ნუ ინერვიულობ რაღაცებს ცუდზე არ იფიქრო ახლა ეს უნდა მოხდეს ის უნდა მოხდეს ჯვრის თოკი გაწყდა ნიშნავს იმას რომ ახალი თოკი უნდა შეაბადა ხელახლა გაიკეთო და უნდა მშვიდად იყო და მეც მადლობა უთხრა გაიგე სხვა არის როცა ძალით არ უნდა გაწყვიტო უდიერად არ უნდა მოექცე მაგრამ შემთხვევით ყველაფერი ხდება აბა შენ გისმენ და მე აი რამდენიმე სპორტია რომელსაც ჯვარი უნდა მოიხსნა რომ რაღაცა რომ მოხდეს შენ რაღაცა მოგივიდეს ეგეთია ჭიდაობა რა როცა შენ ჯვარს ვიხდი ვიხსნი ჯვარს დიახ და როცა ჭიდაობა ერთხელ მქონდა ეგეთი ჯვარი და მაგის გამო მქონდა პრობლემა გულთან და მაგის მე აღარ ვუკეთებ მე როცა ვიდეო სპორტზე რა საერთოდ ახლა საერთაშორისო წესებითაც ესეა რომ აი შეჯიბრზეც რო გადიხარ გთხოვენ რომ ჯვარი მოიხსნა მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ შენ ქრისტიანობაზე უარს ამბობ შენ იმიტომ არ იხსნი ჯვარს რომ ქრისტეზე უარს ამბობ შენ იმიტომ იხსნი ჯვარს რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში იმ წესს ასე ჭირდება არა უშავ გაითვალისწინე ის წესიც და რომ გამოხვალ გაიკეთე ჯვარი და ისეთი ქრისტიანი იქნები ამითი არაფერი არ დაშავდე ამაზე არ ინერვიულ როგორ ანუ ბოროტი შედიხარ არა ბოროტი რატო შედიხარ არა ზედმეტად ნუ რაფერზე ნუ ფიქრობ და ნუ ნერვიულობ ბავშვებო იქ იმ სპორტის წესი ასეთია რომ იქ ჯვარი უნდა მოიხსნა მარტო შენ კი არა ყველას თუ რამესთან იქ ჯვრის პრობლემა კი არ არის ბავშვებო აი ჯვარზე კი არა აქვს პრობლემა რახან ჯვარი გიკეთი ნებისმიერ აი რაღაცა ხო არის ხომ რაღაცა კულონი რო უკეთი აი გემი გიკეთია კულონი გეტყვიან რომ ეგ გემი მოიხსენი ცოტა ხანი დადე ვიღაცას თევზი უკეთია ვიღაცას ირემი თუ რა ვიცი გეტყვიან რომ ეგ მოიხსენი ისე იასპარეზზე გამოდი მერე გაიკეთე ამაზე ელაპარაკ თორე ვიღაც თუ აი სიტყვაზე ვამბობ შენ ხო მოჭიდავე ხარ დაუშვათ შენს მოწინააღმდეგეს ჯვარი კი არ უკეთია რაღაცა გველეშაპი სიტყვაზე რაღაცა რა ეგრე მოსწონს და შენ ჯვარი გიკეთი დაუშვათ თუ ტატამზე შედიხარ და შენ გითხრეს რომ ჯვარი მოიხსენიო და იმას ეუბნებიან შენ თუ გინდა გეკეთოსო ეგ გველეშაპიო მაშინ ნიშნავს რომ იმას ჯვარზე აქვს გართულება მაშინ ჯობია რომ არ მოიხსნა და თუ არ დაგიშვებენ ესე შეჯიბრზე სულაც ნუ გახვალ გესმის მაგრამ თუ შენს გეტყვიან რომ ეს ჯვარი მოიხსენ იმას ეთქვია რომ ეს გველეშაპი რო გიკეთია მოიხსენი იმიტომ რომ ასპარეზობის წესებს ასე სჭირდება მაშინ იქ ჯვარზე არ აქვს პრობლემა და შენს ჯვრის მოხსნა ქრისტეს უარყოფას არ ნიშნავს შენ შემთხვევაში და თამამად შეგიძლია გააკეთო.
ერთ კითხვა და მე საბას უპასუხებ. გამარჯობა მამა ბასილი, როგორ ბრძანდები თქვენთან? მაქვს ერთი კითხვა. მე მხვდება ვიდეოები, გააზიარე თუ ღმერთი გიყვარს და მგონია რომ არ ვაზიარებ, ღმერთი გამიბრაზდება, მადლობა წინასწარ, ღმერთი არ გაგიბრაზდება. მე ბავშვებო, ეგეთ სისულელეებს გაანებეთ თავი. ნუ დაიღლით გონებას მაგის გამო, რომ თუ გააზიარებ, ღმერთი გიყვარს და თუ არ გააზიარებ, არ გიყვარს. თუ ღმერთი გიყვარს, შეიყვარეთ შენი კლასელი. დააფასე, პატივი ეცი, აპატიე, გაუგე, ჭირში გვერდში დაუდექი, ხინი გაუზიარე, გესმის, თუ ღმერთი გიყვარს. ის კი არ გააზიარო რაღაცა პოსტები. აი შენი სიხარული გაუზიარე შენს მეგობარს, მისი ჭირი შენ გაიზიარე და მაგითი გამოჩნდება რომ ღმერთი გიყვარს და თუ ამას არ გააკეთებ, რამდენი პოსტებიც არ უნდა აზიარო, შენი ღვთისადმი სიყვარული არ გამოჩნდება და ნუ შეგეშინდებათ ეგეთი რაღაცეების. ეგ სისულელეებია, ვიც მაგას დაიჯერებს იცოდეთ რა. მაგის ეკლესიას და ხატებსაც სოციალურ ქსელებს შევდებით. აწერენ რომ თუ ღმერთი გიყვარს და ალაიქებს და მე სპეციალად არ ვალაიქებ რომ მაგის გამო ლაიქებს სულად. არც მოწონება გაუგზავნო. ზოგი აწერია ხოლმე რომ თუ გიყვარს ამინ დაწერე და მიდის ამინ აი რა არ მინდა ცუდი რაღაცა ვთქვა, მაგრამ სისულელე მარტივად ვთქვათ რა. უგუნურება ის ეს სახარებისეული ტერმინია. უფალი ერთ-ერთ ადამიანს რომელიც აი ესე წუთისოფლის სიმდიდრეს იყო გამოკიდებული, უგუნური უწოდა, უგუნურო შენ რაც მოაგროვე ეგ სიმდიდრე ვის დარჩებაო, შენი სული ამაღამ უნდა წაიყვანონო და უგუნურებაა ეს ყველაფერი, მეტი არაფერი, რეალობასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ეხლა საბას ველოდებოდი და მე შენ. უბრალოდ საბა მელოდებოდი. და რატო მიზეზი რა, რატო არ გაიკეთე? ნუ იმ წუთშივე ეცადეთ რომ არ დაგეზაროთ. აიღეთ და გაიკეთეთ. ახლა ამ უბედურება კი არ მოხდება, მაგრამ რატო უნდა იყო ჯვრის გარეშე? არ იყო ჯვრის გარეშე. ჯვარი გაიკეთეთ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ჯვარი გეკეთება, ხისა, სპილენძისა, ოქროსი თუ რა. თავარია ჯვარი გეკეთოს. და მეორე კიდე აქვე მინდა ვთქვა, რომ ჯვარი ისე კი არ უნდა გეკეთოს, აი გამოსაჩენად. ეხლა ეს სამღვდელო ჯვარია და მღვდელი მოვალეა ასე რომ ეკეთოს, გესმით? მაგრამ მე ჩემი პირადი ჯვარი, მამას ნაჩუქარი ჯვარი, აი შიგნით მიკეთია, რომელიც არ ჩანს და ხო არ იცით როგორი ჯვარი მიკეთია შიგნით. ეს არც არის საჭირო, ეს ჩემი პირადი ჯვარია, რომელიც თქვენ თვითონს გაქვთ და ეს უნდა გვეკეთოს. ეს არ არის სამკაული. ჯვარი არ არის სამკაული, არამედ ეს არის ჩვენი მცველი და მფარველი. ზოგი სამკაულად იყენებს, ზოგი ყურზე იკეთებს, ზოგი ხელზე იკეთებს. ეს არ არის გასაპრანჭი რაღაც. რა უსაყვარლო. ერთ რაღაც გითხრა. ტატუს რო იკეთებ. ან ცოდვა. ტატუს გაკეთება და პრესინგის გაკეთება. არ შეეშვენება, არ შეეფერება ქრისტიანს, არ შეშვენის. საჭირო რომ ყოფილიყო და ღმერთი ვერაფერს დაახატებდა ადამიანს და ისე ვერ დაბადებდა. ხო და დაახატებდა რაღაც. არ არის საჭირო მაგის გაკეთება. მე თან იცი რა ხდება? აი დავუშვათ შენ სასაკში. მაგალითად აი მე რო პატარა ვიყავ, მეც მქონდა ერთი პერიოდი სურვილი რაღაცა დავიხატო. მაგრამ მადლობა ღმერთს არ დავიხატე, გადავრჩი. იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად არ მომეწონებოდა რაღაცა მეხატოს ხელზე ან მეწეროს. ეხლა ადამიანს აქვს გარკვეული პერიოდი, სადაც ცოტა უქრის. 1000 გვარ რაღაცას აყვება, მე აღარ მოსწონს. თამაშების გამო რომ ერთმანეთს ეჭვობიან, ამაზეც შეიძლება. ტელეფონები გვაქვს პრობლემა ძირითადად. ტელეფონზე დამოკიდებული. ბავშვებს თუ მშობლებს? ბავშვებს. და მასწავლებლებს. მივიდეთ მანდამდე, აბა შენ რას გეუბნეოდი? ერთი წუთი.
ჯობია რომ ჯვარი მოკრძალებით მხოლოდ გულზე ეკეთოს ადამიანს. აი ჩემი პირადი აზრი ეგ არის. იმიტომ როგორც წეგამ თქვით ბავშვებო, ჯვარი არ არის სამკაულო. საყურე მაინც სამკაულს უკავშირდება. ჯვარი კი გულზე უნდა ადამიანს ეკეთოს. განაჩენი არ არის საჭირო. როგორ დავძლიოთ სიზარმაცე? ბავშვებო, ერთ რამეს დააკვირდით ახლა. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ. აი ახლა რამდენი ბავშვიც აქ ბრძანდებით? უგამონაკლისოთ. თითოეულ თქვენთაგანში ღვთისგან არის ჩადებული ესა თუ ის ნიჭი, უნარი. არც ერთი თქვენგანი არ არის ამ უნარის გარეშე. უბრალოდ ზოგი პატარაობიდანვე აღმოაჩენს ხოლმე ამ უნარს. ზოგი ცოტა მერე აღმოაჩენს, მაგრამ მოეჭველა თითოეულ თქვენთაგანში რაღაცის კეთების განსაკუთრებული მადლი და უნარი არის ღვთისგან ჩადებული. ეხლა ნახეთ რა ხდება. თქვენ თუ იზარმაცებთ და ამ უნარს არ განავითარებთ, მაშინ იქნებით წარუმატებელი ადამიანი. მაგრამ თუ ადამიანი იყოჩაღებს და განავითარებს თავის უნარს, თითოეულ თქვენთაგანს შეგიძლიათ რომ იყოს ძალიან წარმატებული ადამიანი. აი თითოეულ თქვენთაგანს. ვიღაცას კი არა ამორჩევით. უკლებლი ყველას იმ სფეროში რა ნიჭიც ღმერთმა თქვენ გიბოძათ. გესმით? ამიტომ თქვენ თუ სიზარმაცეს დაძლევთ, იმაზე ფიქრით, რომ მე თუ ეს განვავითარე, წარმატებული ვიქნები, უეჭველად მიაღწევთ რაღაცას. მაგრამ თქვენ თუ ხეს ჩაიქნევთ, რომ არაფერი გამოდის, მაშინ არაფერი არ გამოვა. მაგრამ თქვენ თუ არ შეეპუებით თქვენს თავს, თქვენს სიზარმაცეს, მაშინ აი მაგალითისთვის ვიტყვი. აი ეს თასები ვინც მოიპოვა. იმან ვისაც შეეჯიბრა, იმას კი არ შეეჯიბრა სინამდვილეში. ყველა თავის თავს ეჯიბრება. რატო ამბობ ამას? მაგალითისთვის ვიტყვი. აი თქვენს უკან ბრძანდება ფეხბურთის ძალიან კარგი წვრთნელი. დავუშვათ ფეხბურთელი. დავუშვათ ზარმაცი ფეხბურთელი. ჯერ ზარმაცი და ფეხბურთელი ერთად ცოტა ვერ მოდის, მაგრამ მაინც დავუშვათ ამ ბიჭმა აჯობა თავის თავს აჯობა. სხვას კი არა, მოწინააღმდეგე გუნდს კი არა, თავის თავს აჯობა და 1 საათი ძალა დაატანა და ივარჯიშა. მოწინააღმდეგე გუნდშიც იყვნენ ზარმაცები და იმან 2 საათი აჯობა თავის თავს და 2 საათი აწვალა და ავარჯიშა. და ესე გრძელდება 1 თვის განმავლობაში. შედეგს რომელი დადებს? ვინც ანუ ნახეთ, ამან 1 საათი აჯობა თავის თავს და მე უკვე თავის თავმა აჯობა. იმან 2 საათი აჯობა. გესმით, ვინც თავის თავს უფრო მეტად აჯობებს და დაიმორჩილებს, აი შედეგი იმას ექნება. გესმით? თორე სინამდვილეში შეჯიბრი მიმდინარეობს ვარჯიშის დროს და იქ უკვე ასპარეზობაზე რო გამოხვალ, იქ უკვე შედეგებზეა ლაპარაკი. შეჯიბრი აქ მიმდინარეობს, შენ როგორ იწვრთნები, რომ იქ გახვიდე. სიტყვაზე ვამბობ. დავუშვათ მომღერალი ხარ. სახში შენ ივარჯიშე, აი უნდა გამოხვიდე რაღაც კონკურსია. სხვა არ ივარჯიშა. ვინ გაიმარჯვებს, ვინც ივარჯიშა. ამაზეა, ყველაფერი შრომაზეა დამოკიდებული. და თუ ადამიანი თავის თავში ამ ნიჭს აღმოაჩენს, რომელიც აი კიდევ ერთხელ, ოღონდ დააჯერეთ თქვენი თავები, რომ ეს ნიჭი გაქვთ. დააჯერეთ თქვენი თავები, რომ ეს ნიჭი გაქვთ, იმიტომ რომ რეალურად მართლაც გაქვთ ეს ნიჭი. ესეც ღვთისგან არის. ახლა მე რა ვიცი, თქვენ ხო პირველად ხედავთ, მაგრამ ღვთისგან არის ეს ნათქვამი, რომ ყველა ადამიანში არის ეს ნიჭი. ამიტომ დააჯერეთ თქვენი თავები, რომ რაღაცა გაქვთ და დავუშვათ ადამიანი იტყვის, აბა რა მაქვს, არ ვიცი, ვერ ხედავ და მოძებნეთ. როგორ უნდა მოძებნო? რაც ქსიამოვნებს და გიყვარს მოსინჯეს, ცადე. სხვა რაღაცაც ცადე, ისიც და სადღაც აღმოაჩენ, რომ შენ კარგად განვითარდი. და აი ეს განავითარეთ და ნახავთ, რომ შედეგი აუცილებლად გექნება. აი ხარეთ. როგორ აი შედობა მოჩ.
აი ეგრე უნდა დავძლიოთ სიზარმაც, სხვანაირად არ გამო. მაიკლ ტაისონი გაგგონიათ? აი დიდი მოკრიო, ნახე რა თქვა. დისციპლინა. დისციპლინა არის ძალიან ძვირფასი ტერმინი. ეხლა ნახეთ რა არისო დისციპლინაო, რას ამბობს მაიკლ ტაისონი. ეს სპორტში შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი სიტყვები ხელოვნებაში, მეცნიერებაში და ასე შემდეგ. ნახე რა ძვირფასი რამე თქვა. დისციპლინა არისო ესე იგი, რაც ყველაზე მეტად გეზარება, აკეთო ისე, როგორც თითქოს ყველაზე მეტად გიყვარს. ნახე დააკვირდი რაზე ელაბ. დავუშვათ გეზარება ლექსის წაკითხვა. მაგრამ ისეთი შემართებით იკითხო, თითქოს იმაზე მეტად არაფერი არ გიყვარს. დავუშვათ დილით ადგომა გეზარება, ისე წამოხდა, გეგონება, აი მეტი სიხარული შენთვის არ არსებობს. გესმის და თუ ესე მიუდგები შენს თავს, აი ეს არის შედეგი ამას მოაქვს. თორე ეგრე ნაყინის ჭამა ყველას უყვარს. დილით რო გაეღვიძება, გადაბრუნდეს მეორე მხარეს, ზოგს გონია რომ ესე იგი მაღვიძარა რო დაარეკავს, იმას ნიშნავს რომ უნდა გვერდი იცვალოს. აი ნახეთ ერთ-ერთ წიგნში ასეთი რამ წამიკითხავს რომ გაგეღვიძება და მაშინვე წამოხტები ესე იგი შენ ცოდვას გადაურჩი რო იტყვი რომ მოდი 1 წუთი 5 წუთი 10 წუთი ნიშნავს რომ შენ დამარცხდი თალი გაახილე თუ არა სანამ ეს ფიქრები წამოა რომ ავდგე თუ არ ავდგე შენ უკვე ფეხზე უნდა დახვდე დავუშვათ სიზარმაცე არის პიროვნება და მოვიდა შენთან. შენ გაგეღვიძა და ვთქვი რომ მოდი 1 წუთიც ვიქნები რა. სიზარმაცე შენ ძალიან მოეწონე. მოდი ამასთან ვიქნები. მერე კიდე მოგივა აზრად. მოდი 5 წუთიც ვიქნები. ჩაგჩურჩულებს ეს. მერე 10 წუთი 1 საათი შეიძლება ისე გაგეპაროს რომ აზრზე ვერ მოხვიდე. მაგრამ შენ თუ თვალებს გაახელ თუ არა წამოხტები ერთხელ, ორჯერ, სამჯერ სიზარმაცე იტყვის, ეს ვინ არის, ამასთან ვისთან მოვედიო, ამასთან არაფერი არ გამომივამეო და წავა და იპოვის ისეთ, ვისთანაც გამოუვა. ესმით, გაიქცევა, თუ იყო ჩაღე. თუ არ და თუ ერთხელ მიეჩვიე, ორჯერ, სამჯერ, მერე საშინელებები ხდება. აბაგის. ჩემ ზარმაცებს რა ვქო. ჩვენ აი ეგ არის. რაც ვიცოდი. გაყოჩაღება საჭირო. ხო არ დავღალე ძალიან. ცოტა. კარგია, ცოტა დაღლა. კარგი საქმისთვის დაღლა, ეს კარგია. მოდი წავიკითხო ერთი, შენ წაღან არ დასვი შეკითხო თუ კი? მოდი ახლა ამას წავიკითხო, კაი რომ არ დამჩეს ვინმე პასუხ გაუცემე. 12 წლის ასაკში მარხვის დაცვის დროს რა საკვები შეგვიძლია მივირთვათ? ამ ასაკში ყოველ კვირას შეგვიძლია აღსარების ჩაბარება თუ შესაძლოა თვეში ერთხელ. ბავშვებო, თვეში ერთხელ ცოტა ბევრია. კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ ძალიან კარგია. კარგია რომ აღსარება თქვას ადამიანს. საკვებს რაც შეეხება, ესე იგი, შეიძლება 12 წლის ბავშვმა 4 შაბათი პარასკევი იმარხულოს. დანარჩენ დღეებში შეიძლება ხორცისგან შეიკავოს თავი. მაგრამ მარხვა არ არის მარტო ხორციელ საკვებზე უარის თქმა. უბრალოდ ეს ხორციელი თავშეკავება ჩვენ გვეხმარება, რომ სულიერი მარხვა დავიცოთ. აი, მაგალითად, ქათმის ხორცისგან თავშეკავება უფრო იოლია, ვიდრე მრისხანებისგან რო თავი შეიკავო. გესმის? მაგრამ თუ ეს ცოტა არ ისწავლე, იმ დიდს უფრო ვერ ისწავლე. ამიტომ ეს ხორციელი მარხვა ეხმარება ადამიანს, რომ სულიერი მარხვა შეინახოს. ისე რომ შეეცადეთ მარხვის შენახვას და როგორ შევაჩეროთ სიტყვაობა ერთხელ და სამუდამოდ. ძალიან გაბრაზებულია. თავის პრინციპი
აი წარმოიდგინეთ ბავშვებო რომ თქვენ აი ერთ თქვენთაგანს რომელიღაცას ჩააბარეს ეს ოთახი რომ აქ უნდა სისუფთავე იყოს და თითოეულ თქვენთაგანს ესეთი ოთახები ჩააბარეს ზოგს დიდი ზოგს პატარა ეხლა აი ამ ფანჯრიდან დავუშვათ ეს ფანჯარა ღია იყოს და ისე რომ ჩვენ ვერ ვხედავდეთ უხილავად ვიღაცა ტალახს ისვრიდეს შიგნით ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ უნდა შეაჩერო მაგრამ იცი როგორ უნდა შეაჩერო უნდა მიხვიდე და უნდა დაარიგო იგრიაში ვინ მას ვიც ტალახებს ჩვენს გულში ბავშვებო ეშმაკი ისვრის ტალახებს და ჩვენ უნდა მივიდეთ და დავარიგოთ არ ესმის ჩვენ მაინც ისვრის ტალახებს მაინც თესავს გულში აი ამ ბილდ სიტყვებს ადამიანი ბილდ სიტყვას იმიტომ ამბობს რომ გული აქვს ბინძური ეხლა შეხედეთ აი ამ ბოთლიდან რა წამოვა იმიტომ რომ წყალია შიგნით აქ რო რამე სიბინძურე იყოს ის წამოვა გული რითიც სავსეა ენა იმას ლაპარაკობს და ანუ რასაც ჩვენ ლაპარაკობთ ესე იგი დავაკვირდეთ როგორი გული გვაქვს ჩვენ ვიღაც იგინება ვიღაც ილანძღება იწევლება ესე იგი იმისი გული სავსეა იმით რასაც ამბობს და თუ ადამიანი შეინანებს ახსარების გზით გამოდევნის გულიდან იმ ჭუჭკს და სიბილწეს ნელ-ნელა აღარც პირი აღარ იტყვის იმ ცუდ სიტყვებს აი იქნება ერთხელ და სამუდამოდ გულის გასუფთავების დასაწყისი თან უნდა ვიცოდეთ რომ ესე იგი აი მაგალითად ესე რო იყოს ორი ოთახი რო იყოს ერთში ძალიან კეთილი სურნელება კარგი სურნელი რო იყოს სისუფთავე იყოს მეორეში სიბინძურე და სიმყრალე რომელში შეხვიდოდი ხო და უფალს უყვარს ეს სისუფთავე და ჩვენ ესეთი სუფთა გული უნდა დავახვედროთ რომ უფალი შემოვიდეს და იქ სიხარულით აავსოს როდესაც ადამიანი ბილდ სიტყვებს ამბობს მას სულიწმიდის მადლი განეშორება და ადამიანი უსიხარულოდ რჩება ზოგი ადამიანი გულს მტკენს მაგრამ მაინც პატიობ ეს წყენა კი გულში მრჩება რა გავაკეთო ეცადე რომ გულითაც აპატიო გულშიც აპატიო იცი რატო აპატიო ეხლა ჩვენ ხო ვიღაცა გულს მტკენს და ჩვენ ყველას მიმართ ანგელოზები ვართ ჩვენც ხო ვიღაცას გულს მტკენთ ისიც ხო გპატიობს ამიტომ ჩვენ ყველამ ერთმანეთის სისუსტეები უნდა მოვითმინოთ უნდა ვიტვირთოთ ისე კი არა ჩვენ ანგელოზები ვარ და ჩვენს ვიღაცები გვიშავებენ ვიღაცას ჩვენ უშავებთ ვიღაც ჩვენ გვიშავებთ და ჩვენ ყველამ ერთმანეთის ნაკლი უნდა ვიტვირთოთ სხვანაირად არ გამოვა მაინტერესებს თუ შეიძლება ნუ ამაზე ვთქვით ამაზეც ვთქვით ახლა თქვენ გამოიცანით რაზე ვთქვით არის თუ არა ესეც ვთქვით აი ამაზე არ ნახეთ არის თუ არა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ანუ სხვა პიროვნება რომ დაიბადო სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არის მაგრამ სხვა პიროვნება კი არ დაიბადები ისევ შენახარ სხვა კი არა ხარ შენ რა ქვია მარიამ შენ ისევ მარიამი იქნები იქ ელისაბედი კი არ იქნები სხვანაირი კი არ იქნები ისევ შენ იქნები აი შენ დღეს აქ ვინც ხარ გარდაცვალების იქით სასუფეველში ისევ ის იქნება ესმით სხვა არ იქნება ამიტომ ჩვენი თავი უნდა განვიწმინდოთ არა თავიდან არ იბადები საყვარელო ისევ ჩვენა ვართ აი ხელმეორედ კი არ იბადება ადამიანი სხვა პიროვნება კი არ იბადება ანუ ნახეთ ადამიანი ერთხელ იბადება და ღმერთმა მას თაბერა უკვდავი სული ანუ ჩვენი სული არასოდეს არ კვდება ანუ სულის სიკვდილი იცი რასა ქვია როდესაც ადამიანს ღვთის მადლი განეშორება ანუ რო სწოდავს და არ ნანობს სწოდავს მაგრამ თუ შეინანა ეს სული ცოცხლდება მაგრამ ეს ამ წუთის სოფელში აი გარდაცვალების შემდეგ სინანული უკვე აღარ არსებობს
ჩემი აზრით არ არსებობს სამოთხე, რადგან არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცოდვა არ ექნება ჩადენილი. შეიძლება ეკლესიაში დადიოდეს და ბილდს იტყოვდეს და ასე შემდეგ. ბავშვებო, სამოთხე იმათვის კი არ არის, ვინც არასოდეს არ შესწოდავს. ეგეთი ადამიანი მართლა არ არსებობს. ან ჩვენ თუ წარმოვიდგენთ, რომ სამოთხეში მარტო ის ხდება, ვინც არასოდეს არ შესწოდავს, მაშინ სწორია, არც სამოთხე არ არსებობს, მაგრამ სამოთხეში ის კი არ მიდის, ვინც არასოდეს არ შესწოდავს, არამედ ვინც შესწოდავს, მაგრამ ნანობს თავის ცოდვას და ცდილობს, რომ ღვთის მცნებით იცხოვროს. თორე უცოდველი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. უცოდველი არის ერთადერთი ღმერთი. ანუ ღვთის თვისებაა, რომ არ შესწოდოს, ადამიანის თვისებაა, რომ ჩავარდება ცოდვაში, მაგრამ უნდა შეინანოს, მოინანიოს და ეშმაკის თვისებაა, რომ ცოდავს და არ ნანობს. და ადამიანი უნდა ადამიანს გავდეს და არა ეშმაკს. ჩავარდა ცოდვაში, უნდა შეინანოს და ყველაფერი კარგად. თუმცა იმის იმედად, რომ მე კიდე მოვინანიებო, ხელახლა ჩაიდინოს ცოდვა, ეგ არასწორია. მაგრამ თუ მაინც ჩავარდა შემთხვევით ცოდვაში, ის უნდა შეინანოს. რა? ერთი კითხვა. როცა ადამიანი გარდაიცვალა, მეორე დროს როცა ხდება, ადამიანი როგორ ხდება? კი. ყველა ადამიანი, ვინც გარდაცვლილი იქნება, მკვდრეთით აღადგენს მათ უფალი. და ვინც მაშინ ცოცხალი იქნება, უფლის მეორედ მოსვლის ჟამს, მათი ხორციელი სხეულები შეიცვლება და ისეთივე გახდება, როგორც მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის. ეს არის სახარებისეული სწავლება. როგორ გადავაჩვიოთ ერთი და იგივე შეცდომების დაშვებას? ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ესე იგი, შეცდომას რატომ ვუშვებთ? და შეცდომის წინა პირობებზე უნდა ვიფიქროთ. ეხლა რას ნიშნავს შეცდომის წინა პირობები? დავუშვათ სადღაც გაიარე და ფეხი წამოჰკარი რაღაცას. მეორეჯერ რო გაივლე, ხო უნდა იფიქრო, რომ იქ რო გავიარე, რას წამოჰკარი ფეხი. ამიტომ ეხლა უნდა დაფიქრდე წინასწარ გესმის? და ასე შემდეგ. ნებისმიერ რამე ეს. ესე იგი, მე თითქმის ბოლოში გავედი და რომელიმე შეკითხვა ხო არ იყო, რომ მე აქან ვერ ვიპოვე, ამ პასუხი არ გავიცი. თუ ისედაც გაქვთ რაიმე შეკითხვები, შეგვიძლია რომ აბა, მოდი შენ არ გითხოვს არაფერს. კარგი საქციელია, თუ არა, მაგალითად სხვა ბავშვი რომ საქციელს ჩადის, ჩვენ რომ მასწავლებელს ვიქნათ. ნახე, მოდი ორნაირად შევხედოთ. შენ რა ქვია სახელი? ელენე, ნახე როგორი ამბავი. მაგალითად ჩვენ ვსწავლობთ და ჩვენი საკლასო ოთახი არის მესამე სართულზე. ანუ ვლაპარაკობთ იმაზე, ბავშვი რო ცუდად იქცევა, ჩვენ მასწავლებელს რო უთხრათ, კარგი საქციელია თუ ცუდი. დავუშვათ, ჩვენი თანაკლასელი ავიდა ფანჯარაზე, რაფაზე გამოაღო ფანჯარა და ნუ გარეთ გადადის და ბავშვებს ემაიმუნება, ამას აკეთებს, იმას აკეთებს. ჩვენ თუ მიზნად გვაქვს ამ ბავშვის დაბეზღება, რომ მასწავლებელი ეჩხუბოს, ეს ცუდი საქციელი. მაგრამ დავუშვათ, ავიდა ფანჯარაზე, დავუშვათ დავითი ავიდა. ვეუბნები, დავით, ჩამოდი, არაფერი დაგემართოს. ჩვენ ხედავთ, რომ დავითი არ გვიჯერებს. და ჩვენ იმის გამო, რომ დავითმა არაფერი იუნოს, მივდივართ მასწავლებელს ვეუბნებით, იქნებ მასწავლებელს მაინც დაუჯეროს, რომ დავითმა არაფერი იუნოს. ანუ ჩვენი мотиваცია თუ დავითზე ზრუნვა, ეს კარგია. ჩვენი мотиваცია, ანუ შინაგანი სურვილი თუ დავითის დასჯა და დაბეზღება, ეს ცუდია. გესმით, ანუ შინაგანად მე თუ დავითისთვის სიკეთე მინდა, ეს კარგია, თუ დავითის დაბეზღება მინდა, რომ მასწავლებელი გაუბრაზდეს, ეს ცუდია. ანუ რა მომოძრავებს? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საბა, აბა შენს გისმენთ და მე ვფიქრობ, რომ აღარ დაგღალოთ. დიდ ბიჭებს რო საყურეები უკეთიათ ხოლმე, კაია თუ თუ. ეგ ძალიან ცუდია. აბა კაცი და საყურე სად გაგონი? საერთოდ საყურე საიდან მოდის, იცით? ადამიანს რო თავისი ბატონი ჰყავდა, ეს ბატონი ყურს გაუხრეტავდა და გაუკეთებდა საყურეს, რომ შენ მე მეკუთვნი. კარგია? ეხა გოგონებს მაინც ასე თუ ისე სამკაულად აქვს და თუ ამას ზომიერად გამოიყენებენ, ზომიერად. ამით არ დააშავებენ, მაგრამ კაცი და საყურე რა ვიცი. რა გითხრა? საშინლად არ უხდება კაც საყურე. არა ვაშკაცურია, რა ქართულ კაცსა საყურე.
აბა შენ და ეხლავე რატომ არ არის ყველა ქართველი ქრისტიანი და შეიძლება თუ არა იაგოველებთან უნია? რა არის იცი? სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან მეგობრობა, რომ ესე იგი თუ რამე უჭირს მიეხმარო, სიხარული გაიზიარო და ასე შემდეგ, ამაში პრობლემა არაფერი არ არის, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ შენ მის რწმენაზე უნდა გადახვიდე. გესმით? არც ის არ შეიძლება, რომ ვიღაცა თავისი წამსის გამო, თავისი აღსარებლობის გამო შეურაცხყო და თქვა, რომ ეგ ესეთია, ის ისეთია, გესმის? შენ თუ ფიქრობ, რომ ის შეცდომილია, ანუ ხო არსებობს ხორციელი ავადმყოფობა, არსებობს სულიერი ავადმყოფობა. დავუშვათ შენ ფიქრობ, რომ ის მცდარ გზაზეა. ეხლა მაგალითად ადამიანს რომ სურდო ჰქონდეს რა, შენ ის ადამიანი გეჯავრება, შენ გეჯავრება იმისი ავადმყოფობა, რომ ის ავადმყოფობა შენს მეგობარს ვნებს და აზიანებს, ხო მართალია? აი რაღაცა ისეთი დაავადება აქვს, რომ დავუშვათ ძალიან მძიმე დაავადება. შენ ის დაავადება გეჯავრება, თორე ის ადამიანი კი არა. გესმის? კიდე რა მკითხე, რაღაცა მკითხე. რატომ არ არის ყველა ქართველი ქრისტიანი? რატო არ არის? ყველას თავისი არჩევანი აქვს. ყველას თავისი არჩევანი აქვს. აბა მეგობარო, რაღაც თუ შენ ზოგადად სიზარმაცე ცოდვა, ხო თქვით წაღანა და არაფერ კარგ შედეგს არ მოიტანს. თუ ადამიანს ტაძარში წასვლა დაეზარება, აი მაგალითად ადამიანს დაეზარა საავადმყოფოში წასვლა, ის დარჩება ავად. თუ ადამიანს დაეზარა სპორტდარბაზში წასვლა, ის ვერ განვითარდება როგორც სპორტსმენი. თუ ადამიანს დაეზარა მასწავლებელთან წასვლა, ის როგორც მეცნიერი თუ ხელოვანი ვერ განვითარდება. თუ ადამიანს დაეზარა ტაძარში წასვლა, ის სულიერად ვერ განვითარდება. გესმით? ის სულიერი ცნეულებებისაგან ვერ გათავისუფლდება. დაბა ცოდვა არ არის? ცოდვა არ არის ადამიანი რომ ვერ განვითარდეს და სულიერად ცნეული დარჩეს. ხო ცოდვა? ამიტომ შეიბრალეთ თქვენი თავები. რა მოხდება? აი ნახე რა მოხდება. როდესაც მეორედ მოსვლა იქნება. თქვენ შეგიძლიათ კიდევ სახში რომ მიხვალთ მათეს სახარების 25 თავი. ბოლო ნაწილი წაიკითხოთ, იქ რა წერია. როდესაც უფალი მეორედ დაბრუნდება, პირველად ხო ქრისტეშობას რო ზეიმოთ ბეთლემთან ახლოს გამოქვაბულში იშვა სამყაროს შემოქმედი და იმისთვის რომ ჩვენ გადავერჩინეთ ჩვენთვის ჯვარსეც. მეორედ ის დაბრუნდება განსჯათ ცოცხალთა და მკვდართა, ანუ ვისაც კი უცხოვრია, საერთოდ ვინც კი დაბადებულა, ყველა უფლის წინაშე წარდგება. და უფალი როგორც მწყემსი მთელ კაცობრიობას ორ ნაწილად გაყოფსო. ერთ მხარეს როგორც მწყემსი ცხვრებს დააყენებს, მეორე მხარეს თხებს დააყენებს. თხარი ურჩი, ცხარი მორჩილი თვინიერია. ეხლა მარჯვენა მხარეს ყოფებს, ანუ ცხვრების მხარეს ყოფებს ეტყვის. მოდით კურთხეულნო მამისა ჩემისან, ანუ ჩემი ზეციერი მამის მიერ დალოცვილებო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული ცათა სასუფეველია. რადგანო შიოდაო და მაჭამეთო, წყუროდა და დამალევინეთ, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ, საპყრობილეში ვიყავი, საავადმყოფოში ვიყავი, მოხვედით ჩემს სანახავათო, შიშველი ვიყავი და შემოსეთ. აი ამ 6 რაღაცას ჩამოუთვლის. ეს მარჯვენით ყოფები კითხავენ, უფალო, ჩვენ როდის გნახეთ ასეთ მდგომარეობაში, ან შიშველი, ან წყურვალი, ან საპყრობილეში, საავადმყოფოში. რაც გაუკეთეთ ერთ ადამიანს, ის მე გამიკეთეთ. მეორე მხარეს ყოფებს ეტყვით, თქვენო ეშმაკისთვის გამზადებულ სატანჯველში წადით. ეს ადამიანისთვის კი არ არის სატანჯველი, ეშმაკისთვის არის, მაგრამ ადამიანი რომელიც ესე იგი სიკეთეს არ აკეთებს. ნახეთ, თქვენ წადითო ეშმაკისთვის გამზადებულ სატანჯველში, რადგან იმათაც იმ 6 რაღაცას ჩამოუთვლეს, შიშველი ვიყავი, არ შემოსეთ, წყურო და არ დამალევინეთ, არ მაჭამეთ მშიერს, საპყრობილეში, საავადმყოფოში არ ვნახეთ, უცხო არ შემიწყნარეთ. გაუკვირდება ჩვენ როდის გნახეთ უფალო ასეთ მდგომარეობაში და როდის არ დაგეხმარეთო და უფალი ეტყვის, რაც არ გაუკეთეთ თითოეულ ადამიანს,
ის მე არ გამიკეთეთ. აი მეზობელი მოვიდა გაჭირებული, დახმარებას გთხოვს. შენ თუ იმას დაეხმარე, უფალი გეტყვის, რომ ის მე ვიყავ. გესმის? ქუჩაში ვიღაცა უცხოა, გეკითხება. აი ესა და ეს ადამიანი ხო არ იცი საცხოვრობს. შენ თუ ანუ უცხოა, შეიძლება ის ცხოვრებაში მეორეთი ვეღარც ნახო. შენ თუ შეწუხდები და იტყვი ახლავე დაგეხმარები, გაიკითხავ, გამოიკითხავ და ეხ უფალი გეტყვის, ის მე ვიყავ. შენ თუ იტყვი რომ არ ვიცი საცხოვრობს და გულგრილად ჩაული გვერდით. უფალი გეტყვის, ის მე ვიყავი, რომელიც შენ ამას გთხოვდი. გესმით? და ეხლა ნახეთ, არჩევანს ვინ აკეთებს? გან ადამიანი არ აკეთებს. გესმით? აი, დავუშვათ გაჭირებული მოვიდა. გთხოვს დახმარებას, ვინ აკეთებს არჩევანს? შენ მარჯვნივ დადგე თუ მარცხნივ? შენ აკეთებ. შენ თუ დაეხმარები, შენს თავს ხო მარჯვნივ აყენებ? თუ არ დაეხმარები, მარცხნივ აყენებ. აი, იცი რომ ვიღაცა შენი ახლობელი საავადმყოფოში მოხვდა, ავათარი. აი მარჯვნივ ცხვრებს დააყენებსო და მარცხნივ თხებსო, ეთქო შენ არ იყავი აქ. ნახე? ანუ მარჯვნივ ცხონებულთა მხარე, ვინც სასუფეველში მოხვდება და მარცხნივ ვინც ჯოჯოხეთში. მაგრამ არჩევანს ნახე ვინ აკეთებს. გაიგე რომ ვიღაცა საპატიმროში მოხვდა, საავადმყოფოში მოხვდა. განა შენს ხელში არ არის მიხვიდე თუ არ მიხვიდე? განა შენ არ ირჩევ. თან უფალი კი არ გეუბნება რომ რატო არ მიდიხარ და არ გამოაჯამ ტელეფონ. არამედ უფალი გეუბნება რომ მიხვიდე სანახავათო. აი ამაშია საქმე. ეხლა ბავშვებო, ერთი რამე მინდა ვთქვა. თქვენ თვალებში იცი რა ჩანს? აი ძალიან ბევრ საჭმელს რო შეჭამს ადამიანი და რო აღარ უნდა და ოღონდაც გაანებონ თავი. არა, ჩანს, მე ხა ხედავ პირველად ხო არ ხვდები ბავშვებს და ჩანს რომ ოღონდაც ახლა ამა თავი დაგვანებოს რა. არა გეუბნებით ახლა მე ცოტა რაღაცეები უკვე შევქენი. შევისწავლე. იცი რატო ვამბობ? ეხლა ერთი კვირის საკვები რომ ერთ საღამოს შეჭამოს კაცმა, მუცელი რა დღეს ჩავარდება. ო და აი სულიერი საკვებიც რაზეც ჩვენ შეიძლება ერთი კვირა გვესაუბრა ერთ საუბარში რომ მოვისმინოთ, შეიძლება ცოტა დამღლელი იყოს თქვენთვის, ესე მსუბუქად რო ვთქვათ. ამიტომ მადლობა უთხრათ უფალს დღევანდელი შეხვედრისთვის, მადლობა უთხრათ თქვენს დამრიგებელს, ქალბატონ თამარს ამ სკოლის უძვირფასეს დირექტორს, რომელსაც მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ და მადლობა თქვენ რომ ამდენი ხანი გამიძელით. თქვენ თუ კიდე სურვილი გექნებათ შეხვედრის, შემოგვითვალეთ, ჩვენ არ დაგზარდებით ღვთისმადლით, ისევ გამოგივლით. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ.